ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა მუსიკალური 10 წლედის კუთვნილ შენობაში წუხელ დევნილები შეიჭრნენ. მათი განცხადებით ისინი ამ შენობაში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით გამოასახლა. იძულებით გადაადგილებულები ამბობენ, რომ მათ არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და ქირის გადახდის საშუალება არ აქვთ. მუსიკალური 10 წლედის ხელმძღვანელობა კი კანონდარღვევაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათ ყველანაირი საბუთი გააჩნიათ საკუთრების, რომ მათ საკუთრებაში აღნიშნული ფართი და ისინი შესაბამის ორგანოებს მიმართავენ. რამდენიმე კაცი არ ვიცი ალბათ ვისაც მთავრობასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა სახლი მიწეს კომპენსაცია მიწეს 3-4 ოჯახი არ შემოვჭრილართ ჩვენა არ ჩვენ აქ ცხოვრობდით რომ გაგვიყვანეს წელწად ნახევარი და ბინისკი და რო გვახტებინეს არ ის რამე ყოფილიყავით ის წელწად ნახევარი რა იქნებოდა შეიცვალა ცხოვრება შეიცვალა მთავრობა ვიცი მოვა და სადისტი არ არის ის მთავრობა არაფერს არ ვიძამს ან გამიყვანს ან მაცხოვრებს საფუძვლად ის არის რომ ამ ეს პატივცემული ხალხი უნდა მოვიდნენ აქ და იგრძნო თავი უკეთესად და მეორე არის ის რომ ის ბავშვები რჩებიან ქუჩაში. როგორც ამბობენ თურმე ეს რაღაც აქ ცხოვრობდა ზოგიერთი ეს მუსიკალური სკოლის მხარი ამბობს რომ ეს საერთოდ სხვა ხალხი არის ვინც ახლა მუსიკალური სკოლა ამბობს კიდე რომ ეს კანონიერად გადაეცა მას ეს შენობა